თუ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც კონტროლს კარგავენ თავიანთ მრისხანებაზე და როგორც ვულკანი, ისე გადმოაფრქვევენ მათ გარშემო საზოგადოებას. ისინი ვერ აკონტროლებენ ამ თავის მრისხანებას და ეს იწვევს ხშირად ძალიან უსიამოვნო და მტკივნეულ სცენებს, რადგან ერთხელ მაინც თუ მოხვდეთ აი ამ სიტუაციაში, გაგიჭირდებათ ამის დავიწყება და ეს მოქმედებს ურთიერთობებზე, მოქმედებს გუნდის მუშაობაზე პროფესიაში და ასევე მეზობლობაში, რასაკვირველია ოჯახში, იწვევს უდიდეს პრობლემებს. ეს ვიდეო ეხება აი ამ არაკონტროლირებად აფეთქებებს და მანამდე კი მინდა რომ პატარა შესავალი გავაკეთო ერთი ისტორიით, რომელიც ჩვენ აქ ჩვენ სახლში შეგვემთხვა. მოკლედ, რამდენიმე წლის წინ, ეს იყო ამ პანდემიის დასაწყისი, დავაფიქსირე, რომ რაღაცა წორილი პაწაწონა მწერები გამრავლდნენ სახლში და ჩემს რასაკვირველია ძალიან იმოქმედა და მაშინვე დავიწყე დაკვირვება, რითი შემეძლო ამ პრობლემის მოხსნა. როცა მარტო ვერ გავუმკლავდი, დავიბარე სპეციალისტები, რაც დაგვიჯდა საკმაოდ სერიოზული თანხა, ბოლოს დავიბარეთ ასევე ადამიანები, რომლებიც აი ვიფიქრეთ, რომ შეიძლება სახლის საფუძველში არის რაღაცა პრობლემა, სადღაც წყალი ჩადის, რადგან გვითხრეს, რომ ეს პაწაწონა მწერები იყვნენ სინესტის მწერები. არაფერი არ გვეშველა და ეს გაგრძელდა ძალიან დიდი ხანი. მოკლედ ზოგმა შემოგთავაზა ნახევარი სახლის მონგრევა. კიდევ იყო ფირმა, რომელმაც თქვა, რომ აუცილებლად უნდა ყველაფერი სილიკონით დავაწებოთ და საიდანღაც პოულობენ ეს მწერები ამოსავალს და ასევე სერიოზული თანხები ვიხადეთ და პრობლემა დარჩა. მართალია შემცირდა, მაგრამ მივხვდით, რომ აი ამ პაწაწონა მწერებმა სადღაც მაინც გამოსავალი იპოვეს და იცით, მერე ფანჯრის მინაზე ჯდებოდნენ და მე ვიყავი ფაქტიურად ძალიან ამით დაკავებული და იმდენად სასწორკვეთილი ვიყავი, რომ ეს ჩემი საყვარელი სახლი, აი გაყიდვაც კი თქვი, რომ მე ვერ ვაგვარებ ამ პრობლემას და ეს პრობლემა უკვე ძალადობს ჩემზე. აი ასეთ სიტუაციაში ვიყავი. მახსოვს, ჩემს მეუღლეს ჰქონდა თავისი პროფესიის პარალელურად, მან ის დაკავებული არის თემით გამწვანება და თავისი წიგნის პრეზენტაცია და მე უარებ თქვი იქ წასვლაზე. მე მას ვთხარი, რომ რომელი საჰარა და რომელი უდაბნოების გამწვანება. ჯერ გადაარჩინე შენი საკუთარი სახლი. და მოკლედ ჩემმა პრინციპულობამ გამოიღო ის შედეგი, რომ მანამდეც კი ვიყავით დაკავებული აი ამ თემით, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ ეს თემა სხვას მივანდეთ მანამდე. პროფესიონალებს მივანდეთ, რომ ჩვენთვის ეთქვათ, სად იყო ჩვენი პრობლემა და როგორ მოგვევლო. და აი ამ მომენტში კი ჩემმა მეუღლემ მეორე დღეს მითხრა, რომ იცი, აბაზანაში ის საშხაპეს გვერდით არის გათბობის რადიატორს, რასაც ვეძახი და მისი მეილი იქვე ჩამოდის და იქ გროვდებაო წყლის რაოდენობაო და როგორც სულ მეგონაო, რომ ალბათ საშხაპეში რომ იყავი, დარჩა ეს გადმოვიდა ცოტათიო და ეხლა დღესო დავაკვირდიო და წესით არ უნდა იყოს სინესტე იქო. მივედი და არის ძალიან ცოტა წყალი, ესე იგი ეს მილი არის სველი და რამდენიმე წვეთი არის ის აბაზანის იატაკზე. და იცით, ალბათ ჩემს სასწორკვეთილებაში უკვე რაღაც გამიმახვილდა ეს წინათგზობა თუ რა. მე რომ დავწმუნებულიყავი, რომ
რა რაოდენობის წყალი წვეთავდა, მას მარლა შემოვახვიე, რადგან იქ ვერაფერს ვერ შეუდგამდი და რათა ის მილის სისველი, აი რაც წყალი იყო იქ, ეს მარლის ბოლო, ასე ვთქვათ, კუსტარულად ნაგვის ასაკრეფი შეუდგი, რადგან სხვანაირად ვერ მოვახერხებდი ვერაფრის შედგმას და დაველოდე. თქვენ წარმოიდგინეთ, 2 საათში გაივსო და გადმოვიდა, წარმოიდგინეთ, ეს პლასმასის ნაგვის ასაკრეფების, აქ საკმაოდ დიდები არიან და რომ დავიანგარიშეთ, წარმოვიდგინეთ, რომ ესე იგი მილის შეერთებასთან იქ რაღაც პრობლემა იყო, წყალი წვეთავს და სხვა წვეთობით თუ კოვზით დაილიაო, ნათქვამი რომ არის და ეს წვეთობით იქ მიჰყვებოდა აი ამ მილს და წარმოიდგინეთ ჩვენი სახლის და აი ზუსტად აი ამ ოთახის ქვეშ, სადაც მე ვზივარეს, ჩემი შვილის ოთახი იყო მაშინ, უნდა დაგროვილიყო პატარა ტბასავით და ეს თვეების, ну, როდის დაიწყო ეს პრობლემა, არ ვიცი, ალბათ ნელ-ნელა დაიწყო და გაძლიერდა. და იცით, რომ მოვიყვანეთ სპეციალისტი უკვე ვიცოდით რა უნდა გაეკეთებინა, შეაკეთა ეს მილი და გვითხრა რომ მიეცით დრო ამ პრობლემას, რადგან ნამდვილად ასე ჩანს და სანამ ეს წყალი გაიწოვება და ყველაფერი გაშრება, ამას დრო დასჭირდება და მართლაც ასე მოხდა, ნელ-ნელა ეს პრობლემა მოგვეხსნა. ეხლა თქვენი კითხავთ, რა კავშირი აქვს ამ ჩემს იმ უნებლიე, ასე ვთქვათ, არაკონტროლირებად აფეთქებებთან აი ამ პრობლემას. ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, საჭიროებს არაკოსმეტიკურ გადაღებვას, აი ამ შემთხვევაში ვეცადეთ და არაფერი გამოვიდა. ყველაფერს უნდა თავისი ფესვების, თავისი მიზეზების მოძებნა და იქ გადაჭრა, სადაც ეს ფესვები არის. ჩვენ ვერანაირად ვერ მივახწევდით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ არ აღმოგვეჩინა სად არის წყარო, პრობლემის წყარო. და აი მსგავსად არის აი ამ ემოციური აფეთქებების შემთხვევაში და ყველა სხვა პრობლემის დროს. ჩვენ გვჭირდება დაფიქრება თუ რა არის პრობლემის, რა არის ძირეული პრობლემა, ასე ვთქვათ. შეიძლება ითქვას, აი როგორც ხახვის გაფრთხნის პრინციპი. ხედავ პრობლემას, მოაცილებ ერთ ფენას, შემდგომ მეორე, შემდგომ მესამე და ჩვენი უმეტესი პრობლემები აი ესე არის ერთმანეთზე აწყობილი. ხოლო მრისხანების აი ეს აფეთქებითი ფორმით გამოხატვა, რომელიც არის უნებლიე, მას ვერ აკონტროლებს ადამიანი, ხდება მაშინ, როცა ჩვენს ბავშვობაში არის შენახული ძალიან დიდი მრისხანება, ესე იგი შეკავებული ბრაზი და ასევე როცა ჩვენი ძირეული არქეტიპი სხვა არქეტიპით დაითრგუნა და მას არ მიეცა გამოხატვის საშუალება. და ამ დროს ძალიან არ მევყავართ მიზნამდე, რომ ჩვენ ამ ადამიანს ეს ადამიანი ვამონათოთ, უმეტესი მათგანი, ვისაც მე ვიცნობ, თვითონ ნანობს, განიცდის ამას, მაგრამ ისინი ამას ვერ აკონტროლებენ. ერთ საინტერესო დეტალს გაგიზიარებთ. ისინი ამას გარკვეულწილად აკონტროლებენ. თქვენ კარგად დააკვირდით, თუ იცნობთ ასეთ ადამიანს და ყოველთვის იქნება მის გარშემო სამყაროში სიტუაცია, ის იქნება პროფესიულად თუ პირად ურთიერთობაში, სადაც ის ამას გააკონტროლებს. ქვეცნობიერად, ოღონდ ის არ წყვეტავს, ესე რომ ეხლა მე ეს დამემართება ამასთან და იმასთან არა, არამედ არის რაღაცა ზღვარი, რასაც ის რომელიღაც ადამიანთან ურთიერთობაში არ გადააბიჯებს. უმეტესად კი ხდება აი ამ მრისხანების ამოფრქვევა გარკვეული ტიპის ადამიანთან მიმართებაში და იცით ამ რა ტიპის ადამიანებთან გვაქვს საქმე და აი ეს ამ ორი ადამიანის ურთიერთობა მე შეიძლება ვთქვა ასევე ორი ფერის ურთიერთობა არის. ამას თუ თქვენ ამ ვიდეოს უსმენთ
29 მაისამდე, 2026 წლის 29 მაისამდე, თქვენ გექნებათ კიდევ საშუალება, რომ თუ გაინტერესებთ ეს თემა, ჩემს ვერქშოპზე, რომელიც არის, ასე ვთქვათ, საჩუქარი ჩემი მსმენელისათვის, შემოგვიერთეთ Zoom-ის ვერქშოპზე, შემოგვიერთეთ. ამისთვის უნდა დარეგისტრირდეთ, მაგრამ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს თემას. რა არის გამოსავალი აქედან? გამოსავალი არის მუშაობა საკუთარ ბავშვობაზე, იმის აღმოჩენა, თუ რამ გამოიწვია ეს ამ პრობლემის ძირი. და ეს მუშაობა მოიცავს უპირველეს ყოვლისა საკუთარი ბავშვობის მეს გაცნობიერებას, რაც შეიძლება მოხდეს ასე დამოუკიდებელი მუშაობით, მაგრამ აუცილებლად თუ ეს იქამდე ამისულ რომ ამ ადამიანს ერთხელ კი არა და ორჯერ კი არა, არამედ რამდენჯერმე აი ასეთი პატარა, ცით უმნიშვნელო რამეზე, რომელიც გარშემო მყოფთათვის წარმოუდგენელია, აი ასეთი ვულკანის მაგვარი ამ ბრაზის ამოფრქვევა ემართება, მაშინ აუცილებლად დაჭირდება ამ ადამიანს სპეციალისტთან მუშაობა, რომელიც არ არის აუცილებელი რომ წლები გაგრძელდეს, მაგრამ ამ სპეციალისტს, ამ ფსიქოთერაპევტს უნდა ჰქონდეს ქვეცნობიერთან მუშაობის გამოცდილება, რადგან აი ამ პრობლემას ვერანაირად ვერ მოაგვარებს ადამიანი კოგნიტიური და საუბრის თერაპიებით. რადგან ამ ადამიანმა და მათმა უმეტესობამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს აქციელი არ არის მიღებული, რომ ეს აქციელი მას ეს კონტროლის დაკარგვა მას უდიდეს პრობლემას უქმნის, მაგრამ ვერ ერევა აი ამ მომენტში თავს. თითქოს აი რაღაცა იწვევს ეს ტრიგერი, რომელიც მან წინასწარ არ იცის, უცებ თითქოს მასში რაღაცა წითელ ღილაკს შეეხება და ეს სიბრაზის პროგრამა იწყებს მუშაობას, რომ ამ ადამიანს მისი დათრგუნის ძალიან ნაკლები შანსი აქვს. ეს არის იმპულსური ამოფრქვევა ენერგიის, რომელიც ძალიან უსიამოვნოა გარშემო მყოფთათვის. მე თქვენ ერთ ამბავსაც მოგიყვებით, ჩემი შვილი რომ დადიოდა სკოლაში, ჩვენ ის დადიოდა ვალდორფის სკოლაში და მას ყავდა მასწავლებელი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარდა და მასაც მთელ კლასს უყვარდა და ჩვენ მშობლებიც ვიყავით ძალიან აღტაცებულები, რომ როგორ ბედმა გაგვიხინა. ბავშვები რომ გადავიდნენ მესამე კლასში, ნელ-ნელა დაიწყო ასეთი პრობლემა, რომ მაგალითად ჩემი შვილი მიყვებოდა, რომ დედა, იცი, დღეს ისეთი ყვირილი დაგვიწყო და აი ამ ყვირილის დროს იმდენ წვეთებს, ესე იგი ნერწყვის ასე ვთქვათ, წვეთებს ისროდაო მეუბნებოდა, რომ მეო წინ მზივარო და ის რო დაიწყებს ყვირილსო, აი ესე უნდა შევტრიალდეო, რომ თავი დავიცვაო ამ წვეთებისაგანო. ძალიან შემოწუხა ამ ამბავმა. იმიტომ რომ ჩემი შვილი შევიყვანე იმ სკოლაში და ვიხდიდი ფულს, რომ ემოციურად სტაბილური ბავშვობა ჰქონოდა და ყველაფერს ვაკეთებდი ამისათვის და ეს მასწავლებელს ასეთი რამე როგორ შეიძლება დაემართოს. თანაც ჩემმა ბავშვმა არ იცოდა რამის გაზვიადება და მაინც ვერ წარმოვიდგენე ეს ადამიანი როგორ შეიძლებოდა ასე აფეთქებულიყო, თანაც ერთხელ და ორჯერ კი არა, ესე იგი სისტემატურად რომ ბავშვები შეწუხდნენ. მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღის შემდეგ მან დამირეკა თუ მას დაურეკე, არ ვიცი, რაღაცა თემა იყო, ჩვენ საუბრობთ ტელეფონზე და ეთყობა ვარაუდობ, რომ მე მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ძალიან ვიღლებოდი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა, რასაკვირველია, ბავშვი საღამოთი და აი შეიძლება ვიყავი დაღლილი და ჩემი აზრი ისე კონკრეტულად და გასაგებად ვერ ჩამოვაყალიბე და ის ჩამეკითხა უცებ და რაო და უცებ გრძნობ რომ მისი ენერგია ზემოთ ადის, გრძნობ რომ აი სწორედ დაემართება ის ისტერიული, აი ესეთი მრისხანების ამოფრქვევა, რასაც ჩემი შვილი მიყვება.
ესე იგი კონტროლს კარგავს და აი დასაწყისში სანამ მიაყოლებ და მე ძალიან მშვიდი ხმით უთხარი მოიცადეთ და განუმარტე. ფაქტიურად დავიცავი ის და ასევე ჩვენი კომუნიკაცია. თუმცა საინტერესო იქნებოდა გარკვეულწილად რომ მიმეცა საშუალება და უფრო კარგად აღმექვა, მაგრამ მე ისეც ვივარაუდე რა მოხდებოდა, იმიტომ მე ასეთი ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ვიცნობდი, იმიტომ რომ ახლა ისინი ჩემ ცხოვრებაში აღარ არიან. და მოხდა ისე, რომ მე უკვე შთაბეჭდილება შემექმნა რა ხდება. ესე იგი, ეს ადამიანი თუ ჩემთან აი ასეთ მოკლე კომუნიკაციაში იმის მაგივრად რომ ჩამეკითხოს, უკაცრავად მითხარით, გამიმეორეთ, ვერ გავიგე სწორედ, კარგავს თავის ფლობის უნარს. რა ხდება, როცა პატარა ბავშვები გყავს, 25 პატარა ბავშვი ყოველდღიურად. და მარტო მე არ მივხვდი ეთყობა ამას, მოკლედ მშობლებისაგანაც მივიღე შეტყობინება, ჩვენ მშობლები გავერთიანდით და დავიბარეთ ეს მასწავლებელი. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო სკოლაში სხვა მექანიზმებია, მაგრამ როცა შენ ხარ კერძო სკოლაში, როცა შენ იხდი თვიურად თანხას, როცა შენ ძალიან ინტენსიურად ხარ ჩაბმული ყველა სფეროში, შენ უკვე სხვა მექანიზმები გაქვს და ჩვენ მშობლებს ძალიან დიდი ძალაუფლება გვაქვს, როცა ეს ლაპარაკი არის ვალდორფის სკოლაზე, ჩემ დროს ასე იყო. და მან თქვა, რომ იცით, მოვიდა და თქვა, რომ ჩემმა მეუღლე მირჩია, რომ ვინმე წამომეყვანა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. ჩვენ უთხარით, რომ ეს დაუშვებელია, რამდენიმე მაგალითი მოუყვანეთ და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა სკოლა. რადგან ვალდორფის სისტემაში არის, რომ შენ მიაცილებ ბავშვს, როგორც თავარი მასწავლებელი 8 წლის განმავლობაში და ბავშვები იყვნენ როგორც მახსოვს მეხუთე კლასში, უკვე თუ მეოთხე კლასში, იცით, აი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი ესე ნელ-ნელა შემოგვეპარა ეს პრობლემა, რომელიც ძალიან გამწვავდა. რასაკვირველია, ხა მეორე დღესვე ამ სკოლის დატოვება ეს არ გამოვიდოდა და გონი წლის ბოლომდე არ იყო ბევრი დარჩენილი, დაიწყეს ახალი მასწავლებლის ძებნა. და მე ამან გამოიწვია ასევე რომ მე მივიღე გადაწყვეტილება სხვა ფაქტორების გათვალისწინებით რომ ჩემი შვილი გადასულიყოს აქ ქალაქის გიმნაზიაში. სამწუხაროდ ჩემი შვილის მეხსიერებაში დარჩა ეს მასწავლებელი ძალიან ნეგატიურად, იმიტომ ისეთი ტკივილები და ისეთი ტრამები მიაყენა ბავშვებს თავისი საქციელით, რომ ის დასაწყისში რაც იყო, რომ ნახატებს უხატავდა ჩემი შვილი და ისიც სულ აქებდა და კლასთან მარტო ჩემ შვილთან კი არა. აი ეს კარგი და მშვენიერი რაც იყო, მე კი მახსოვდა, მაგრამ ბავშვის მეხსიერებაში იყო მხოლოდ ნეგატივი. საერთოდ არ უნდოდა მისი სახელის გაგონება. გადის წლები და ჩემი შვილი არის გონი სტუდენტი თუ სტუდენტობის დასაწყისში და მატარებლით ჰამბურგიდან ჩვენამდე მოვიდა სახლში და მითხრა იცი დედა ვინ დამემგზავრა. აღმოჩნდა რომ ეს მასწავლებელი რომელმაც მიატოვა მასწავლებლობად, დაიწყო ავტორობა, წერდა წიგნებს, დაემგზავრა მას, ჰქონდა ძალიან თბილი და ემოციური და ესეთი შეხვედრა და ამ საუბრის დროს, როცა ერთმანეთს მოუყვნენ, როგორ იყვნენ, მან სთხოვა ჩემ შვილს, რომ თუ ჰქონდა მას უფლება, მისი მაშინდელი, ესე იგი, ბავშვობის დროინდელი ნახატი, მისი წიგნის გარეკანად გამოეყენებინა. და ჩემმა შვილმა იმის შემდეგ რაც გავარკვიეთ, რომელ ნახატზე იყო საუბარი, მისცა ამის უფლება, მართლაც ასეთი წიგნი არის გამოსული მისი ავტორობით და კიდე მგონი ერთი სხვა ავტორიც ყავს და გარეკანზე არის ჩემი შვილის მაშინ ნახატი, რომელიც მას შენახული ჰქონდა. იცით, ამით მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან ღირებული ადამიანები უმეტესად, რომლებსაც აქვთ ერთი სერიოზული პრობლემა. აი, ის რაც მათ აქვთ
ეს ემოციებს რომ ვერ აკავებენ, ეს არ ხდება განზრახვით და მათ ამაში ვერ უსაყვედურებთ. როგორც არ უნდა მწვავე იყოს, აზრი არ აქვს საყვედურს. საყვედური კი ეკუთვნით მხოლოდ მაშინ, თუ ისინი როცა შეამჩნევენ, რომ ეს პრობლემა არსებობს, არ შეეცდებიან აი ამ პრობლემის მოგვარებას. და ჩვენ საზოგადოება შეგვიძლია რომ დავეხმაროთ მათ აი ამ პრობლემის მოგვარებაში. ეხლა მე პირადად ალბათ კარგი იყო მაშინ რომ ყოფილიყავი ძლიერი და დამეცადა რომ აფეთქებულიყო და მე თქვა იცით რა თქვენ გაქვთ ეს პრობლემა და თქვენ უნდა მიხვიდეთ და ეს პრობლემა მოაგვაროთ. და აი ამის თქმა არის საჭირო. ის რომ ეს ასეთი ხასიათი აქვს და სამაგიეროდ სხვა დადებითი მხარეები აქვს, ამით ამ ადამიანებს ჩვენ ვუწევთ დათვურ სამსახურს, რადგან ისინი თავს იმშვიდებენ. და შემდეგ შეიძლება რაღაცა პერიოდი გავიდეს, ყველაფერი კარგად მიდის და უცებ პატარა რაღაცაზე მოხდება აი ასეთი აფეთქება. შესაძლებელია ძალიან დიდ პრობლემაზე მშვიდი დარჩნენ და აი ჩვენ და გასაოცრად აი სულ უბრალო რაღაცაზე აფეთქდნენ. ასე რომ ამ პრობლემის მოგვარების გზა არსებობს, ღია კომუნიკაცია, ზღვრების მონიშნულა, რომ რადგან მე როგორც არ უნდა გაგება მქონდეს, ეს ჩემთვის ისეთი უსიამოვნო არის ეს აი ამ ენერგიის, აი ამ ნეგატიური ენერგიის სამიზნე ვიყო, რომ მე ასეთ ადამიანთან ურთიერთობა არ მაქვს და აბსოლუტურად გამორიცხულია და თუ გამოჩნდება ვინმე, უნდა ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა მიხედოს მან ამ პრობლემას, სანამ ეს პრობლემა გამოიწვევს სამსახურში თუ პირად ურთიერთობებში დიდი და ხშირად შეუქცევადი ზიანების მიყენებას. შექმნას, დიდი პრობლემების შექმნას. და როგორც უკვე ვთქვი, ამ პრობლემას სჭირდება ჯერ გაცნობიერება, საკუთარი ბავშვობის გაცნობიერება, საკუთარი თავის გაცნობიერება და შემდეგ სპეციალისტის დახმარებით, რომელსაც შეუძლია ქვეცნობიერთან მუშაობა, აი სწორედ იმ ტრიგერის და იმ ტრიგერის წარმოშობა დასაწყისში რა დროს, რატომ და როგორ მოხდა წარმოშობა და იქ ამ პრობლემის მოხსნა. ისე რომ ყველას, ვისაც ეს პრობლემა აქვს, გისურვებთ, რომ ნახოთ ის გზა, რომელიც თქვენ პრობლემას მოგიგვარებთ. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.